ერთ-ერთი სოფლის სკოლამ ზუსტად ამ სასწავლო წლის დასაწყისში გამოაქვეყნა პოსტი, დაწერა, რომ სკოლის ფორმები შემოაქვთ, ასე მიულოცა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და მინდა გაჩვენოთ ეს პოსტი, რამხელა გამოხმაურება მოყვა, ამას მიაქციეთ ყურადღება. კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა არის დადებითი ხასიათის. ეხლა გულწრფელად რომ გითხრათ, მე საერთოდ არ მივაქცევდი ამ საკითხს და ამ პოსტს ყურადღებას, ზუსტად ისეთი რომ იყოს სკოლა, როგორიც ამ ფოტოზეა წარმოდგენილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ფოტო არის ინტერნეტიდან ამოღებული. საჯარო სკოლის შენობა ისეთივე ძველია, საბჭოთა კავშირის დროს აშენებული, როგორც სხვა დანარჩენი სოფლების სკოლები საქართველოში. ეს ამბავი აქ იმის საილუსტრაციოდ მოვიტანე, რომ კარგად იკვეთება, კარგად ჩანს, რაც გვჭირს ჩვენ სასკოლო საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ბიბლიოთეკები, არ გვაქვს სპორტდარბაზები, არ გვაქვს საგნობრივი კაბინეტები, ლაბორატორიები ქიმიის და ფიზიკის, ზოგჯერ სისუფთავეც არ გვაქვს სკოლაში და უფრო მეტიც, ზოგჯერ საერთოდ სკოლის შენობაც კი არ გვაქვს და წლობით ველოდებით, მაინც შეგვიძლია რომ გულმხურვალედ მივულოცოთ ერთმანეთს და გავიხაროთ იმით, რომ სკოლის ფორმები შემოგვაქვს.